ჩემი მეუღლე 8 წლიდან აწარმოებს ჭურჭელს. დაიღუპა მამა და მის მერე ოჯახს არჩენს, 3 ძმა დარჩა ობოლი და 8 წლიდან უკვე აკეთებს. თავიდანვე უშლიდნენ. პატარა ჩარეკებს აკეთებდა და დამალული ვიყავით ბუჩქებში ისე გამოვიდოდი და ვყიდითო. მე თანდათან წამოვიდა და აღარავინ დაუშალა და ყველანაირის გაკეთება იცის. ძირითადი დოქები, ლობიოს კოტნები, ფიალები, კეცები ყველაფერს აკეთებს აბსოლუტურად. მიწის შეზავება ყველაფერი იცის. ეხლა ბაჭას ბუგზედაც ვიდექი. წლებია უკვე, აქ ვარ 20 წელიწადია და გავარ და ვყიდი. აქ რო გადმოვედით მერე. უბრალოდ შეიცვალა. ბევრი რაღაცები უნდა მეყიდა რომ რაღაცა შემოსულიყო კლიენტი მიმეზიდა და დავიწყე ნელა-ნელა ყველაფრის ყიდვა. აბსოლუტურად მაგ ზოგი მეზობელი მერე ხეს აკეთებს, ზოგი რა ვიცი ეკლესიებს, დოლებს და ასე ყიდულობ და ვყიდი. ზოგი ჩემი მაქვს, ზოგი სხვისი ნაწარმი მაქვს. იქ რო ვაჭრობდი კარგად და ოჯახს ვარჩევდი, დღეს ამით ოჯახს ვეღარ ვარჩევ. ვერ ვარჩევ. იმიტომ რომ ისეთი რაღაც ბაზრობა კლიენტი არ მოდის დაბლა. სადაც გავართ, ეს არის შორი მანძილი, აი 5 კილომეტრიანია. და ძალიან ჭი შეიძლება მე 20 ლარიც ვერ ავიყო 3-4 დღე ვიდგე ვერ ავიყო და ვერ მივიტანე ოჯახში. იზოლებული ვარ, ეს ჭურჭელი მე თვითონ სხვას მივყიდო, რომ ვარჩინო. თუ რაღაც არ შეიცვალა ძალიან ძნელია, თორე ეს რაც გააკეთეს ძალიან მაყოფილები ვართ. ამის მიხედვით მაყოფილი ვარ, მაგრამ ბაზრობა არ არის, რასაც ქვია. იზოლებული ვარ, მე ცოტა იქიდან მოვიგო, რომ რაღაცა გავაკეთო ოჯახში. თავარდა ბაზრობა ძალიან. თანაც აი მოპირდაპირ, ახლა ერთ მხრივია და იქ ორი მხრივი იყო. ყველა შემოდიოდა იქიდანაც აქედანაც და უფრო მიტოც იყო. ეხლა იქაც მოვიდა კლიენტი დაინახა ამოვლაზე ვიყიდი. ამოვლაზე და ეს უკვე ჩვენ შეგვეტყო. ძირითად გამკეთებლებსაც შევეტყო და ყველა შეეტყო. ძალიან გაჭირდა რა. ისედაც არ არის ალბათ ვაჭრობა არ ვიცი. რასაც ქვია ჩავარდა ბაზრობა. ამას ვეძახი, არ ვიცი და ჯერ გადასახადი არ აგვაქვს. ჩაბარებული არ არის. შემოჭრილები ვარ ჩვენ. ხოდა არა გვაქვს გადასახადი, აქ რო გადასახადი იყოს, მე მაგალითად პირადად ვერ გავძლებ. მიჩემია სახში დავდე იმ ფულის გადახდას და სახში ვაბარო თუ ვინმე წაი. ცვლილებამ გამოიწვია შეფერხება, გაჩერდა ვაჭრობა. არ არის ცნობადობა. მართალია ტრასაზე ვართ, მაგრამ არ გვაქვს მინიშნებები, აი ნიშნები არ დგას. და ძალიან ცუდია. აი რო შემოდის ტურისტი ვერ ჩერდება. შეიძლება მე თანდათან რომ გაიცნობს, მიხვდება ხალხი რომ აქ არის ვაჭრობა, შეიძლება იყოს მე რაღაც, მაგრამ ამ წუთში ვერ ვართ კმაყოფილები. ჯერ ისედაც ვერ ვართ მშობელი ხალხი კმაყოფილი და ახლა წარმოიდგინეთ რომ კიდე ესეთი რაღაცა დაგვემართა. აი ეს არის ჩვენი ნაწარმი. აი ეს შროშის ტიხა. მე ყავს მეზობელი იმას წნავს, მეზობელი ხის ნაწარმს. აი ეს ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლა ხდება და ამით გვაქვს მე პროდუქცია 1-2-ის შეძენილი. ზოგს ყიდულობთ, შემოგვაქვს. ძვირი ჯდება. ფასი რო დავადებით არ მოსულს კლიენტს. შემოსასვლელები არის ძალიან ცუდად. ერთი არის შემოსასვლელი, აქ რო იყოს რამოდენიმე ერთი ორგანი იქ შემოსასვლელი. ყველა იქნებოდა ერთ პირობებში. ეხლა ჩვენ ვარ თვითონ უნდა შევნახოთ ისეთი რაღაც რომ გეგმა რომ ახლა ის ცოდვა არის ყველა ერთი მეზობლები ვართ მე თუ ივაჭრო იმანაც ხონა ივაჭრო ცოტა და ნამდვილობა იქნება საგზაო დეპარტამენტი იქნება პირადად მოთხოვნა არის სოფლი იქნება გაგვიხსნან იქ აი ასეთი შემოსასვლელი ეს არის ჩვენი მოთხოვნა თუ შეიძლება ვიცით რომ არ შეიძლება გვეუბნები რატომაც მაგრამ იქ და გამოდაგნის დაუშვათ ეს არ არის ახლა ეს ბოლომდე გასწილი ნახოთ ახლა ვაჭრობა რამედანაც ძალიან ისეთ ვერ არის ვაჭრობის საქმე